აფხაზეთობა ჩავატარეთ სხვადასხვა ლოკაციებზე და წელს ერთ-ერთი ღონისძიება არის კაჭრეთში, ამბასადორში. ჩვენ ვატარებთ დღეს აფხაზეთის ღია პირველობას, ანუ აფხაზეთის თასს. და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და სრულიად აფხაზეთს და საქართველოს მიულოცო ეს დღე და უსრო ყველაფერი საუკეთესო და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯანმრთელობა. აფხაზეთში დაბრუნება და რაც მთავარია ჩვენი საზოგადოების გაერთიანება. 23 მაისი სვიმოკანანელის ხსენების დღეა წმინდა მოციქულის, რომელმაც აფხაზეთში იქადაგა ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის დღესასწაულად დაადგინა როგორც აფხაზეთობა. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია დავესწრო ამ დღისადმი მიწყნელ ღონისძიებებს, რადგან ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად უმთავრესი, უძვირფასესი და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აფხაზეთს საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს. მე მაქვს რწმენა, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად მოვახერხებთ მშვიდობის, სიყვარულის და შერიგების გზით, რომ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, ნდობა და ჩვენი ხალხის გაერთიანება. დღევანდელი ღონისძიებით ჩვენი სამინისტრო და აფხაზეთის მთავრობა ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად მცირედით აღვაღორძინოთ და მეტი პოპულარიზაციისთვის დავაბრუნოთ ის ტრადიციული მიმართულებები, რაც ასეთი პოპულარული იყო აფხაზეთში, მაგალითად როგორიც არის ცხენოსნობა. წლების განმავლობაში აფხაზი და ქართველი ცხენოსნები ინგურის ხიდთან მართავდნენ არაჩვეულებრივ სანახაობას და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ამას დაუბრუნდებით ძალიან მალე. ჩემთვის ეს პირველი აფხაზეთობა, მას შემდეგ რაც გავხდი მინისტრი, თუმცა შარშამ მქონდა პატივი, რომ რაღაცნაირად მიმეღო მონაწილეობა, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია და ეს არ არის მხოლოდ დღესასწაულისთვის თითოეულ ადამიანს, ვისაც აქვს კავშირი აფხაზეთთან, დააფიქრებს, რაღაც თავის იდეებს მოუტანს და მე მგონია, რომ რაღაც გზავნილიც არის, აი აქედან ვაგზავნით გზავნილს აფხაზეთში, რომ ძალიან გვიყვარხართ და ძალიან გვინდა რომ ვიყოთ ყველა ერთად ძალიან მალე. ამ დღეებს, რადგანაც აფხაზეთის დღეები ქვია, ბუნებრივია მას ძალიან ამშვენებს, პირდაპირ უნდა ითქვას, დოღი. საერთოდ ცხენოსნობა, რომელიც აფხაზეთში ძალიან იყო განვითარებული. ალბათ საქართველოში ყველაზე მეტად იყო აფხაზეთში განვითარებული. ჩემთვის ძალიან კარგი და დადებითი შთაბეჭდილება დატოვა იმან, რაც ვიხილეთ და ძალიან გამახარა იმ გოგონას, აფხაზეთიდან დევნილი გოგონას გამარჯვება. ძალიან გახარებული ვარ, რომ მივიღე ამ შეჯიბზე მონაწილეობა, რომ გავიმარჯვე აფხაზეთის თასზე. ყველას გილოცავთ აფხაზეთობას.